ტრანსპორტი და საკვები უფასოა, სამეზობლოშიც მოიკითხეთ მსურველები. ეს არის ამუნარიდი ქართული ოცნების პარტაქტივის ჩათიდან. მიმოწერაში რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელები საჯარო მოხელეებს ავალდებულებენ გადადონ ყველანაირი საქმე და წავიდნენ თბილისში ოცნების მიერ დაანონსებულ კონტრაქციაზე. თან აფრთხილებენ, რომ უარი არ მიიღება. რუსული კანონის მხარდამჭერი აქციის მონაწილეების საგანგებო მობილიზაციაში ჩართულები არიან საკრებულოს თავმჯდომარეები. რაც თავარის ექსპერიმენტითაც დასტურდება. დავალებები გაცემულია, საგანგებო თათბირებით ჩანიშნულია, ვინ რამდენი უნდა ჩამოიყვანოს თბილისში. დეა მამისეიშვილი ჩაგორთვება პირდაპირ ეთერში გისმენ დეა. მარტვილმა 800 კაცი ეს დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, შეკვეთა უკვე მიიღეს მარტვილში ქართული ოცნების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მოდით იქამდე დავიწყოთ, რა ხდება, როგორ გეგმავს აქციას 29 აპრილს ქართული ოცნება. დღეს ხელისუფლება გვარწმუნებდა, რომ მათი მხარდამჭერები სთხოვენ, პირად შეტყობინებებს უგზავნიან, რომ ხალხს სურს ქუჩაში დგომა, რომ დაიცვას ქართული ოცნება და რომ გამოხატოს მხარდაჭერა ხელისუფლების მიმართ. პარალელურად გავრცელდა სოციალურ ქსელში შიდა ჯგუფების მიმოწერები, რომლებიც არის ქართული ოცნების წარმომადგენლებს თუ მხარდამჭერებს შორის, საიდანაც ირკვევა, რომ საკვები უფასოა, წყალი უფასოა, ტრანსპორტირება უფასოა, ვინც მსურველია ყველა აქციაზე, უარია არ მიიღება, შვებულებებსაც ხელისუფლება თავად დაალაგებს და მოაგვარებს. ამის შემდგომ, რაც ეს შიდა მიმოწერები ვნახეთ, ჩვენ გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა ექსპერიმენტი. ამ ჯერზე არც მეტი, არც ნაკლები საკრებულოების თავმჯდომარეებს დავურეკეთ, რომ გაგვერკვია, როგორ ემზადება ხელისუფლება აქციებით და ვინ არის მსურველი, ვინ არის ის ხალხი, ვისაც უნდა თბილისში ჩამოსვლა თუ გამოსვლა და საკუთარი სათქმელის დაფიქსირება. ჩვენ ვესაუბრეთ ლევან სურმავას, რომელიც არის მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარე, ასევე დავით რაზმაძეს, რომელიც არის გორის საკრებულოს თავმჯდომარე. ლევან სურმავასთან ჩვენი გასაუბრება სატელეფონო საუბარი იყო ძალიან ვრცელი. მარტვილში უკვე მიიღეს დავალება, რომ 800 ადამიანი უნდა ჩამოიყვანონ მარტვილიდან, უკვე იყო იქ ზარი, დაინიშნება ახლა თათბირი ამ დღეების განმავლობაში და სიებს სახელებისა და გვარების მიხედვით გადმოაგზავნიან, ასევე მიკროავტობუსების სანომრე ნიშნებს თუ რამდენი მიკროავტობუსი გამოემართება დედაქალაქისკენ. ასევე ლევან სურმავამ ჩვენთან საუბარში გაიხსენა ისიც, რომ აქამდე ორჯერ გამოიყვანა უკვე მარტვილში ქართული ოცნების ადგილობრივმა ხელისუფლებამ 800 ადამიანი, მათ შორის თავისუფლებაზე, როდესაც იყო შეკრება. რასაკვირველია, ჩვენ როდესაც გორისა და მარტვილის საკრებულოების თავმჯდომარეებს ვესაუბრეთ, არ გავეცანით მათ, როგორც მთავარი არხის ჟურნალისტი, ვინაიდან ამ შემთხვევაში რა პასუხსაც მივიღებდით, იყო გასაგები. ჩვენ როდესაც დავურეკეთ ლევან სურმავას და დავით რაზმაძეს, მათ ვუთხარით, რომ ქართული ოცნების რეგიონული განყოფილებიდან ვურეკავდით და გვაინტერესებს. ლევან, გამარჯობათ. გამარჯობათ. ქართული ოცნების რეგიონების ოფისიდან გირეკავთ. თქვენ სიების გამზადება ხوار დაგიწყეთ 29-ის აქციაზე? არა, ჯერჯერობით ხვალ თათბირი უნდა იყოს, რომ მერმა ასე თქვა, რომ გვეწყიანო და ჯერჯერობით არ დაგვიწყია. ანუ ხვალიდან დაიწყებთ? შეიძლება თათბირი უნდა ჩავატაროთ, დავიბაროთ, უნდა სოფლის წარმომადგენლები, ისინი რადგან ორშაბათი დღე არის, განსასაზღვრი არის, შვებულებები და რაღაცეები, როგორანაირად და ისე დაახლოებით რამდენი შეიძლება რომ შეგროვდეს? აი სავარაუდო. ჩვენ 800 კაცი დაგვავალეს და აქედან გამომდინარე, რა ვიცი. რაღაც რომგონი 800 წავიყვანეთ 700? ეგ თავისუფლებაზე, ხო? თავისუფლებაზე რო ვიყავით. კი, თავისუფლებაზე რო ვიყავით, კი ბატონო. ორჯერ თან. ორჯერ. კი ბატონო, გელოდებით მაშინ ორშაბათს შევხვდებით. კარგი. მოკლედ რა პრობლემა არ არის რა, დაორგანიზდებით და სიებს სახელდაგვარების მიხედვით. კი, გადმოგზავნეთ. ხუთშაბათი უცებ არ არის, არ ხდება რა, თათბირია ისა დავიბაროთ უნდა და კი ბატონო. ხუთშაბათი პარასკევს გექნება სია. კი ბატონო, მადლობა. სახელდაგვარების და მანქანის ნომრების მიხედვით მარშრუტებში ვინ და როგორანაირად. გაიხარეთ, კი. გელოდებით, აბა. დრო და რაღაცა ჯოჯობით არ ვიცით და რა ვიღოთ. ყველაფერს ჩავწერთ, კი, ჩავწერთ ყველაფერს. ჯგუფებში და დაგირეკავთ კიდეც. კარგით, მადლობა. კარგი. ბატონო დავით, გამარჯობა. რეგიონულიდან გირეკავთ სიებს ვად რეგიონული ორგანიზაციის განყოფილებიდან და სიებს ვადარებთ და რამდენი ადამიანი ჩამოვა 29-ში გორიდან? გორიდან რამდენი ადამიანს ველოდოთ 29-ში თქვენგან? ამ იმასთან დაკავშირებით? ხო, აქციასთან დაკავშირებით. კი, დაგირეკავთ მასში. არ უთხარით უკვე თანამშრომლებს?
არა, არ ყოფილი ხა პირველად თქვენ დაგვიკავშირეთ. ნუ ვიცით რომ ისაუბრეთ, მაგრამ ეს ალბათ 6 საათზე ბერგეში გეშეხება და იქ ჩამოვყალიბდებით რაოდენობას. თქვენ მოусმინეთ ახლა მარტვილისა და გორის საკრებულოების თავმჯდომარეებს, აი ამ ხალხით ტრაბახობდა დღეს მამუკა მდინარაძე და შალვა პაპუაშვილი და როდესაც ამ სატელეფონოებს ისმენდა მაყურებელი, მათ აუცილებლად უნდა გავახსენო მამუკა მდინარაძის განცხადება, რომ ჩვენი მხარდამჭერები ხალხი ითხოვს, რომ ქართული ოცნება გამოვიდეს ქუჩაში და რეალურად დაანახოს ხალხის ძალაო და ახლა ის ხელისუფლება, რომლის მაღალჩინოსნების ასე საუბრობენ, რეკავენ რეგიონ მუნიციპალიტეტებში და სხვადასხვა ლოკაციებზე, რომ როგორღაც ხალხი შეაგროვონ და მიკროავტობუსებით ჩამოიყვანონ თბილისში. მთავარი არხის ეს ექსპერიმენტი პრინციპში ყველაფერს ნათელს ხდის და ძალიან აშკარა ვინ იდგება 29 აპრილს დედაქალაქის მთავარ გამზირზე. სავარაუდოდ უკვე სხვა განწყობა ექნება თეა წულუკიანს, როდესაც ის ამ სატელეფონოებს მოусმენს, განსხვავებით მთავრობის სხდომისგან, როდესაც ის ცდილობდა, რომ ნეტარი და ბედნიერი ყოფილიყო და ასე მომზადებულიყო 29 აპრილის აქციისთვის. ამ კანონპროექტის უკან გაწევა არ იგეგმება, ეს იცით. ისევე როგორც შარშანაც ხომ არ გეგმავთ, ასევე ჩვენ უმრავლესობას, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, რომლის სარგებლობასაც ვაპირებთ სულ ნეტარად და ნარნარად და ბედნიერად. ასეთი იყო თეა წულუკიანის განცხადება, თუმცა პრინციპში ყველაზე საინტერესო მაინც ისაა, რაც გვითხრეს საკრებულოების თავმჯდომარეებმა, რომლის მიხედვითაც დამტკიცდა უკვე არსებობს ერთი კონკრეტული მტკიცებულება, ორი სატელეფონო საუბარი, საიდანაც ჩანს, რომ ეს აქცია არის მართული, დაგეგმილი და რომ ადამიანებს აიძულებენ ჩამოვიდნენ დედაქალაქში, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ემუქრებათ პრობლემები და ძალიან საინტერესო იყო ჩვენ სატელეფონო საუბარში, როდესაც მე მარტვილისა და გორის საკრებულოს თავმჯდომარეებს ვეგონე ქართული ოცნების წარმომადგენელი, როდესაც მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ შვებულებებიც გასაწერია ამ ადამიანებისთვის, იმისთვის რომ ჩამოვიდნენ დედაქალაქის მთავარ გამზირზე. ახლა რაც შეეხება ახალგაზრდების პასუხს, რომელიც არის ძალიან მკაფიო ქართული ოცნების მართულ აქციაზე და ხელოვნურ ძალის დემონსტრირებაზე, სტუდენტების სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს უნახავთ, მათ შორის სხვა ხელისუფლებების შემთხვევაში, თუმცა როდესაც ხელისუფლება საკუთარი ხალხის და მით უფრო ახალი თაობის წინააღმდეგ აწყობს აქციას მიზანმიმართულად, ამ ხელისუფლებას საკუთარი თავისთვის გამო აქვს განაჩენი, ამიტომ ახალგაზრდებისთვის არის 29 აპრილი იმის დემონსტრირება, რომ ქართული ოცნების მმართველობა დასასრულს უახლოვდება და ამის გააზრებას უკვე პირველ რიგში ოცნება იწყებს. ეს მიზანი არის როგორც ყოველთვის საზოგადოების გაყოფა წითლებად და ლურჯებად. ჩვენ ვართ მრავალფეროვანი ქვეყანა, ჩვენ გვინდა ერთიანობა და დარწმუნებული ვარ იქ ვინც იქნებიან საჯარო მოხელეები, მასწავლებლები და ნებისმიერ საჯარო მოხელე, ჩვენ აზრზე არიან მაინც, რომ მათაც არ მოსწონთ რუსული კანონი, ბევრისგან ვიცეს პირად საუბრებში, ბევრი აქციებზეც კი გამოდის და ძალიან დასაფასებელი აქვს იმამაცე, თუმცა მთავარი არის ეს, რომ რაც არ უნდა ადამიანები მოიყვანონ, ჩვენ ვართ მაინც ერთიანები ამ კანონის წინააღმდეგ და ხელისუფლებები, რომლებიც ელაპარაკებიან საკუთარ ხალხს ამდენ ადამიანს აქციებით და კონტრაქციებით, ის ხელისუფლებები და ის კანონები, ანუ არის წაგებისთვის განწერილი ჩვეულებრივად, იმიტომ რომ არ გამოდის ხალხთან ლაპარაკი ასეთი ფორმებით და ხელისუფლებები, რომლებიც ასე ლაპარაკობდნენ ხალხთან, მათ წაუგიათ და დღევანდელი ხელისუფლებაც ამით მხოლოდ წააგებს. იქით დგას ის ხალხი, რომელიც ყველა მთავრობას გვერდში ედგა და ცდილობდა, რომ ყველასთან თავისი ადგილი ეპოვა და აქეთ მხარეს ყავს ახალგაზრდები, რომლებიც იბრძვიან საკუთარი თავისთვის. ამ ადამიანებს არ ჭირდებათ არც ერთი ლიდერი. ამ ადამიანმა იციან, რომ საკუთარი მომავლისთვის იბრძვა და ეგ უზარმაზარი განსხვავებაა, რომ იქით დგან ადამიანები, ვინც იბრძვიან იმისთვის, რომ თავისი ბატონი შეინარჩუნონ და აქეთ არიან ადამიანები, ვინც იბრძვიან იმისთვის, რომ თავისუფლება მოიპოვონ, თავისუფალი სამყაროსკენ სვლა შეინარჩუნონ. საკუთარი თავისთვის იბრძვიან როგორც ინდივიდები, ეგ ინდივიდუალიზმის კულტურა აქ და იქით რო დგას ეს უზარმაზარი კოლექტივი, რომელიც იბრძვის მხოლოდ იმისთვის, რომ ბატონი შეინარჩუნოს, აი მან ძალიან აშკარა კონტრასტი იქნება და გონია, რომ ქართული ოცნება თვითონაც უკვე ძალიან აშკარა დაინახავს რამდენად სულ დღეში არიან. შეიძლება თუ ჯერ კიდევ ვერ მიხვდნენ რამ ხელა შარში გაყვეს თავი. ხელისუფლება შეშინებულია ამ ბოლო დღეებში ბოლო დღეებით განვითარებული მოვლენებით და ყველანაირად ცდილობს, რომ რაღაცა შეაშინოს ხალხი, თუნდაც ბოლო დღეების გუშინ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ტერაქტს აწყობენ რაღაც სკოლებში, თუმცა ეს მათ არ გამოუვათ. ეს მათი დაგეგმილი აქცია ჩვენ მიერ იქნება სრული იგნორის ქვეშ.
ხელისუფლებამ დღეს ახსენა 100,000 ადამიანს გამოვიყვანთო, როგორც ჩანს 100,000 საჯარო მოხელის მობილიზება შეძლო ქართულმა ოცნებამ 29 აპრილისთვის. რას ვნახავთ, ვის შეკრებას ვნახავთ დედაქალაქის მთავარ გამზირზე. ორშაბათს ეს ყველაფერი აშკარაა, თუ აქამდე ვინმესთვის არ იყო მთავარი არხის ექსპერიმენტის შემდგომ, როდესაც საკრებულოების თავმჯდომარეები, მერები ჩართული არიან იმაში, რომ საჯარო მოხელეები სიის შემადგენელ ნაწილად აქციონ, რომ ყველა გადმოსხან თბილისში.